რუსეთი ფქვილის ექსპორტის რეკორდულ ზრდას ელოდება. სოფლის მეურნეობის ბაზრის კვლევის ინსტიტუტის იკარის გენერალური დირექტორის განცხადებით, რუსეთიდან იანვრისთვის 560,000 ტონაზე მეტი ხორბლის ფქვილი გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა მთელ გასულ სეზონზე 830,000 ტონა ფქვილი ექსპორტირდა. კერძო სექტორში ელიან, რომ საქართველოში, რომელიც ძირითადად რუსულ მარცვლეულს მოიხმარს, შესაძლოა ფქვილის იმპორტი გაიზარდოს, რაც ქართველი ფერმერებისთვის რისკის შემცველია. ბაზრის მოთამაშეები ფქვილის დროებითი საიმპორტო მოსაკრებლის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა გვერდება საქმის კურსის ეთერში. გამარჯობა ბატონო ლევან, მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ გადაცემაში. მოგესალმებით გიგა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. როგორც აღნიშნეთ, რუსეთში ელიან, რომ ფქვილის იმპორტი გაიზრდება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ აქ? როგორ აისახება ეს ქართველ ფერმერებზე და ქართულ ბაზარზე? კი ბატონო, თქვენ რაც ინფორმაცია წაიკითხეთ, გავრცელდა დღეს და მეორე ინფორმაცია გავრცელდა უფრო მეტი ექსპორტზეა ლაპარაკი, უკვე თქვენ 830 თქვით, ეხა 1,200,000-ზეა ლაპარაკი. შესაბამისად ეს სერიოზული ციფრი არის და აქედან გამომდინარე ჩვენ სიტუაციას თუ შევხედავთ, ის დამაბალანსებელი გადასახადი, რომელზეც ლაპარაკი არის, თქვენს ინფორმაციას ჩვენც ვითხოვთ, მის გაგრძელებას, სწორედ იმისკენ არის მოწოდებული, რომ დააბალანსოს ეს სიტუაცია და ჩვენ არ მივიღოთ მკვეთრი ზრდა, არაპროგნოზირებელი ზრდა, მათ შორის ფქვილის იმპორტის, რომელიც 2 წლის განმავლობაში იყო ჩვენთან, სანამ ეს გადასახადი იქნებოდა შემოღებული და რომელმაც ფაქტიურად გააჩერა წისქვილები და მაშინ პრობლემა შექმნა მარცვლეულის ჩაბარების ხრივ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება, რომელიც ივნისის თვეშია მიღებული და ეხლა უნდა გაგრძელდეს 1 მარტიდან, ამას მთლიანად ანაცვლებს და შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩვენ რისკები მინიმალიზირებული უკვე და მაგით გვაქვს ეს მოთხოვნა ჩვენ და არა მარტო ჩვენ, არამედ მემარცვლებსაც და პურის წარმოებელსაც. თქვენ დეკემბერშიც ამბობთ, რომ კონსულტაციები გქონდათ ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის მექანიზმის გახანგრძლივებაზე. შემდეგ უკვე რამდენიმე კვირის წინაც როცა თქვენთან ჩვენ გქონდა კომუნიკაცია, მაშინაც საუბრობდით ამაზე, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა. რა ეტაპზეა ახლა ეს კონსულტაციები და მთავრობა თანახმაა თუ არა გაგრძელებაზე? პრინციპში კონსულტაციები დამთავრებულია, რეალურად ამ დღეებში ან ხვალანზე ეს ყველაფერი აიტვირთება თვითონ პორტალზე და შესაბამისად ეს მთავრობის პრეროგატივია, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ივნისის თვეში იყო, ის მთავრობამ გამოიტანა დადგენილება და შემდეგ უკვე გაგრძელების მექანიზმი, პროცედურულად ეს არის მთლიანობაში ვიზირება მთავრობის წევრების და შესაბამისად ამის გამოქვეყნება. დღეს დილასაც ჰქონდა მე კონსულტაცია კი არა და თვითონ კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბატონ ოთარ ჩამოგიასთან და კიდევ ერთხელ მივიღეთ იმის დასტური, რომ ხვალანზე ეს ყველაფერი აიტვირთება, თამამად შეგვიძლია დასტური გაქვთ მთავრობისგან. დასტური გვაქვს, რომ 1 მარტიდან ეს ყველაფერი გაგრძელდება. რაიმე სახის პრობლემას არ უნდა ველოდოთ. არა, რეალურად რაიმე სახის პრობლემას არ ველოდებით და შესაბამისად, ისევ საშტატო რეჟიმში გააგრძელებენ წისქვილები მუშაობას და შესაბამისად ივნისის თვეში, როდესაც მოსავალი იქნება, მათ შორის ადგილობრივი ხორბლის, შესაბამისად იქაც უპრობლემო თქვათ, უფრო პროგნოზირება და ჩვენ ამ ხორბალს ჩავიბარებთ. და ამ შემთხვევაში რაიმე იცვლება ამ შეთანხმებაში თუ ისე გახანგრძლივდება, როგორც ეს აქამდე იყო, წესები იგივე იქნება? არა, ჩვეულებრივად ხანგრძლივდება, იმიტომ რომ ამ ფაქტურად გადაწყვეტილებამ მოიტანა უდიდესი დადებითი ეფექტი და სტაბილურობა შეძინა ბაზარს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თუ ვნახავთ, სანამ ეს დადგენილება გამოვიდოდა, მაშინ შეიქმნა ისეთი პირობები, როდესაც აგრესიული ფქვილის იმპორტი განხორციელდა, მათ შორის რუსეთიდან და ჩვენ მაშინ ვნახეთ, რომ ყოველი მეხუთე პარტია რუსული ექსპორტის ფქვილის შემოდიოდა საქართველოში, იქამდე მივედით. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებამ ფაქტიურად ძალიან სერიოზული როლი ითამაშა იმისთვის, კონკურენციის პირობები დაბრუნებულიყო და მათ შორის სტაბილურობა შეძენილიყო, როგორც წისქვილ კომბინატების მუშაობის, ისე მარცვლეულის ჩაბარების და ისე პურის ფასთან მიმართებაშიც. დღეს რა ვითარება ბაზარზე, წისქვილ კომბინატები რამდენად მუშაობენ და თვითონ ფერმერებსაც აქვს თუ არა გამოწვევები, თუნდაც რეალიზაციასთან მიმართებით? რეალურად დღეს სიტუაცია ასეთია, რომ წისქვილ კომბინატები მუშაობენ სტაბილურად, ფერმერებმა წინა წლის და ახალი წლის, რომელიც
2023-ში იყო მოსავალი ფაქტურად ჩააბარეს სასურსათო რაც იყო, ვემზადები თქვა ახალი მოსავლისთვის ივნისის თვეში, პურის ფასთან მიმართებაში სტაბილურობა შენარჩუნებულია და პურის წარმოებლებმა ესეც დაადასტურეს და შესაბამისად ფასიც ფქვილზე რეალურად ჩამოსული არის. შარშან ამ დროს მაგალითად 65 ლარი იყო ერთომარა ფქვილზე, ეხლა არის 49 ლარის ფარგლებში, რაც რეალურად კომფორტულია მათ შორის პურის წარმოებლებისთვის და სტაბილურობა შენარჩუნებულია ბაზარზე. თვითონ ფქვილის წილი რამდენია? როგორია ხორბალი უფრო შემოდის ისევ ფქვილი როგორ არის ანუ მოხმარების მიმართულებით კი ბატონო დაახლოებით არის ეხლანდელი შეფასებით 30% ფქვილი შემოდის შემოსული ხორბლის და ადგილობრივი ხორბლის გადამუშავებიდან მიღებული ფქვილის წილი არის დაახლოებით 70-65% შესაბამისად რეალური არის და რაცაც უბრუნდებით პრინციპში 2 წლის წინანდელს როცა კარგი პირობები იყო და სწორი კონკურენციის პირობები იყო თუმცა მაშინ უფრო დიდი წილი იყო ფქვილის ადგილობრივი წარმოების სტატისტიკად შემიძლია მოგიყვანოთ სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით მაგალითად 2021 წელს დაახლოებით 400-450 ტონა ხორბალი შემოვიდა და 20-25,000 მხოლოდ ფქვილი. ძალიან დიდი სხვაობაა. სამიზნე პრინციპში ეს ჩვენთვის ეგ არის, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ კონკურენტ უნარიანები ვართ ამ გარემოში. თვითონ მომწოდებელი ბაზარი მაინც არის რუსეთი, ხომ? ყველაზე მეტი წილი აქედან მოდის და ფაქტობრივად აქედან შემოგვაქვს თუ სურათი შეიცვალა. არა, რადიკალურად არაფერი არ შეცვლილა, მომწოდებელი არის რუსეთი. რუსეთი მომწოდებელია იქიდან გამომდინარე ლოჯისტიკურად ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ყველაზე იაფი ლოჯისტიკური მხარე აქ არის, ფაქტობრივად 2 საათი რუსეთში ხარ, ლარცი საბაჟოს გავლით, შესაბამისად იქიდან შემოდის. თუმცა ესეთ კითხვები რო ისმევა ყოველთვის ეს მიმულია ხოლმე უსაფრთხოების თემასთან, ხორბალთან მიმართებაში და რუსეთის თქვა არაპროგნოზირებასთან და რეალურად ზუსტად აქედან გამომდინარე მინდა ძალიან ხაზგასმით დავნიშნოთ, რომ წისქვილების მუშაობის თქვა ამომავალი წერტილია რომ სასურსათო მარაგების შექმნას და მინიმიზირებული იყოს თვითონ ეს უსაფრთხოება, რასაც სხვა დარგები ვერ უზრუნველყოფენ. მაგალითად ფქვილის იმპორტის დროს მაქსიმუმ მაგალითად პურის ხარხნებს შეუძლიათ 10 დღიანი მარაგი გააკეთონ, მეტი ვერა, როცა წისქვილები 2 თვიან მარაგებს აკეთებენ თავისი ბიზნესური პროცესიდან გამომდინარე და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ კითხვას რო ვსვამთ ხოლმე ამას გულისხმობთ რომ თუ შეწყდა რა გვეშველება რეალურად ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა ბაზრებზე გადასართავად დრო გვაქვს იმისათვის რომ დივერსიფიცირებული ბაზრებზე გადავიდეთ შესაბამისად ეს სქემა წისქვილების მუშაობის ყველანაირი რეცეპტია მათ შორის ადგილობრივი ანუ ამაზე არაერთხელ გვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ ანუ ერთ დღესაც რომ რუსეთმა გამოიყენოს თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორც ჩვევია ხოლმე და აკრძალოს ექსპორტი ხორბლის საქართველოში ჩვენ რაიმე სახის პრობლემის წინაშე არ დავდგეთ. ჩვენ გამოწვევების წინაშე არ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ წისქვილ კომბინატები ამის გარანტია ვართ. ანუ სქემა ასე მუშაობს. ნახეთ, ადგილზე ხორბალი გვაქვს სილოსებში შენახული დაახლოებით თვე-თვენახევრის მარაგი, გზაში არის ხორბალი კიდე, ანუ დაკონტრაქტებული რომელიც მოდის და ახალ კონტრაქტზე მუშაობთ. ამ შემთხვევაში თუ მესამე რგოლი წყდება, ანუ გაჩერების შემთხვევაში, ანუ კონტრაქტს ვეღარ ვდებთ, შესაბამისად ჩვენ გადავდივართ სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე. ასე მუშაობს მაგალითად ევროპის ქვეყნებით, მათ შორის სხვა დარგებში, მაგალითად გაზის საცავების, გაზი რო ავიღოთ, ჩვენ ხო ვნახეთ, რომ ევროპამ გაზი გადაიტანა, ანუ თვითონ კრიზისები იმის ხარჯზე, რომ გაზის საცავები ზამთარში შევსებული ჰქონდათ და შესაბამისად პრობლემა მათ არ ჰქონდათ. რეალურად ეს არის სქემა, რომელიც ძალიან ბევრ დარგშია გამოყენებული, რომელიც ძალიან სენსიტიურია, მათ შორის ხორბლის დარგში. საქართველოს რომ გავწდეთ და უკრაინას რომ შევეხოთ, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ გარკვეული გამოწვევები არსებობს მოსავლის რეალიზაციის კუთხით, ვერ გააქვთ ფერმერებს ევროპის ქვეყნებში, ვხედავთ პოლონეთში, რაც ხდება პოლონელი ფერმერების მხრიდან, ასევე დღეს საპროტესტო აქციები ვიხილეთ თვითონ ბელგიაშიც და მოკლედ გარკვეული გამოწვევები არსებობს ამ მხრივ. თქვენი შეფასებით რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს ამ სოფლიო ბაზარზე და ასევე რა მოლოდინები გაქვთ თქვენ? როგორ შეაფასებთ იმ მოვლენებს, რაც ხდება დღეს ევროპაში? რეალურად თუ ჩვენ ავიღებთ ამ გამოწვევას, ეს გამოწვევა შექმნილია საიდან? რომ თვითონ უკრაინა არის ერთ-ერთი დიდი წარმოებელი ხორბლის და მარცვლეულის მათ შორის სიმინდის და სხვა პროდუქციის. შესაბამისად უკრაინას ჰქონდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, სადაც კვოტირებულად შედიოდა მხოლოდ 1,000,000 ტონა ხორბალი და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რომ გაეყიდათ ეს ძალიან სერიოზული რაოდენობა ხორბლის, მიცა ვთქვათ სოფლიო თანამეგობრობებმა ეგრეთ წოდებული შავი ზღვის დერეფანი უკრაინას
და მეორე იყო სოლიდარობის დერეფანი ევროკავშირის ქვეყნით, ევროკავშირის მიმართულებით. თუმცა აქ მოხდა ის, რომ ძალიან ჭარბი შევიდა როცა დაიხურა ვთქვათ შავი ზღვის დერეფანი, ჭარბი რაოდენობა შევიდა უკრაინა და ამან გამოიწვია ფასის დაცემა შიდა, ამან გამოიწვია პროტესტი. დღეს შეიკრიბა G7 ქვეყნის წარმომადგენლები, რომელმაც ფაქტიურად გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ამ ხორბლის დერეფანის მუშაობაზე, რომელიც ალტერნატიულია შავი ზღვის დერეფნის, სხვა მარშრუტით გადის, მაგრამ შავი ზღვით გადის, ფაქტიურად ამის გარანტიები იქნება იმისი, რომ უკრაინამ აქედან გაიტანოს და ეს წნეხი მოიხსნას ევროკავშირის ბაზარზე და ევროკავშირის გავლით გავიდეს მხოლოდ ტრანზიტული ხორბალი. შესაბამისად, ფიქრობ, უახლოეს ხანში ეს თემა დარეგულირდება და უკრაინას მიეცემა საშუალება ამის გატანის. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე ამის გავლენას, რეალურად ამის გავლენა ფასებზეა, თუმცა მსოფლიოში არის ჭარბი მოსავალი, მათ შორის რუსეთში და ფიქრობ, გავლენა ბაზარზე, ვთქვათ, ფასების მატების ხრივ არ იქნება, იმიტომ რომ მსოფლიო საკმაოდ კარგად არის ამაში დარეგულირებელი. თუ რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფაქტორებმა არ ითამაშა აქ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოსავალი აქვს რუსეთს და მათ შეუძლია ამაზე ითამაშონ, ვთქვათ. კი ბატონო, მადლობა დაგემშვიდობებით. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა იყო საქმის კურსის სტუმარი.